გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და მას შემდეგ რაც გიორგი ბარამიძემ პირდაპირ ზურგში დანაჩასცა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს სახელმწიფოს მისი მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებით, ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და მათი პარტ თუ არაპარტ აქტივი ძალიან გააქტიურებულია და ცდილობენ რომ პირიქით ქართული ოცნების ხელისუფლებაზე მიიტანონ შეტევა, რომ ამით გადაფარონ გიორგი ბარამიძის ღალატი. შესაბამისად გამოხტნენ და რაღაცა უაზრო განცხადებებს აკეთებენ და პირდაპირ შეტევები მიაქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებზე და ერთ-ერთი ასეთი უბადრუგი მცდელობა ვნახოთ ისრების ქართული ოცნების მისამართით გადმოტანისა ნაცების ვიღაცა ტიპის რა, რომელიც აი ეს ზევითქვევით სიარულის რეჟიმში არის პატრიოტი ქართველი, პროევროპელი პატრიოტი, რომელიც გაკვირვებულია თურმე. ვნახოთ მოკლედ რაზე მაქვს საუბარი და მერე გავაგრძელებ. რომ მოусმინეთ ამას ყველა ორი-სამი რამდენიმე დღე გაგრძელდა ომი და ისეთი რეზონანსული ვერ იყო მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აეგორებინათ და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ხედავ. რას ნიშნავს 2-3 დღე გაგრძელდა ომი და რუსეთის და რუსი ხალხის წინააღმდეგ დრო არ ეყოთ, რომ რაღაც კამპანია აეგორებინათ, ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობს? ანუ ხვდებით, ანუ რადონის მოღალატეობრივ განცხადებას აკეთებს აქ? პირდაპირ აი დასაცინები ხართ თქვენ ფარჩაკებო, თქვენ ვითომ ეხა ეს ვიღაცა ახალგაზრდა გაკვირვებულია და ვითომ აზე ხარ კალაძე თურმე როგორ მოღალატეობრივ განცხადებას აკეთებს და რას ნიშნავს ესო და რას ნიშნავს და მე უპასუხებდი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ფარჩაკი პარტიის მხარდამჭერი ხარ და პირდაპირ მოღალატეების მამხილებელ განცხადებას აკეთებს კახი კალაძე. კი, კახი კალაძე ლაპარაკობს სიმართლეს და კახი კალაძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ შენ ვისაც მხარს უჭერ ის ხალხი ვიღაცების დავალებით მოქმედებენ, გამუდმებით, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ დავალების შემსრულებელი ტიპები არიან ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც და აი ამას ლაპარაკობს კახი კალაძე და შენ რაც ღალატი გგონია, სინამდვილეში ეგ არ არის ღალატი. ღალატი არის აი ეს, ეხა მე შენ განახებ რა არის ღალატი. ეს გახლავთ ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633, კერძოდ მე-5 პუნქტი. სადაც შავით თეთრზე ევროსაბჭომ ასეთი რამ ჩაწერა. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაფრთხილების გარეშე დაბომბვამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი ომის დონეზე. გესმით ხო რაზეა საუბარი? კიდევ ერთხელ გადავიკითხავ. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაფრთხილების გარეშე დაბომბვამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი ომის დონეზე. გავაგრძელოთ. მძიმე შეიარაღებისა და კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, წარმოადგენდა საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და საქართველოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ვალდებულების დარღვევა. გესმით ხო მეგობრებო, რაზე მიდის საუბარი ამ რეზოლუციაში და კერძოდ აი ამ პუნქტში. შესაბამისად აი ამ ახალგაზრდა უთავმოყარეო კაცს მივმართავდი აქედან და აი ეს არის ღალატი, როცა ასეთი რაღაცა ჩაგიწერეს რეზოლუციაში და ამას რო ხელს მოაწერ, ეგ არის ღალატი, ჩემო კარგო და კახი კალაძე რო აი ამ ნაბოზრებს ამხელს, ეგ არ არის ღალატი და სულ რო წიხლით ტენოთ ეხლა
ქართულ ოცნებას თქვენი ზღრენის ჭამა მაინც ვერ შეტენით რა. და იგივეს აკეთებს ამ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა, ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელი, ასევე ბრიფინგზე აკეთებს ამ განცხადებას. რა გვახსენდება ივანიშვილის რეჟიმზე პირველი? მე ყოველთვის მახსენდება ის, რომ ეს ადამიანები დაფუძნების დღიდან ოცნების საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებას. ოღონდ დღესაც ეს გრძელდება. გარდა ამისა, რაც ძალიან აგერ ეს ახალგაზრდა ნორჩი ნაციც, როგორც ნახეთ, ქართულ ოცნებაზე იძახის, რომ ქართული ოცნებაო მოსვლის დღიდან ადანაშაულებს ქართულ მხარეს ომის დაწყებაშიო. ამას იძახის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმა პარტიამაც ხელი მოაწერა იმ რეზოლუციას, რომელიც ეხლა მე თქვენ წაგიკითხეთ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ქართულმა მხარემო ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვითო ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანაო და ეს არისო ომიო, ომის ფაზაში შეიყვანაო. ანუ პირდაპირ წერია, რომ ომი დაიწყესო ამ დედამოწყნულმა ნაცებმაო. ასევე ამ რეზოლუციაში წერია, რომ გამოიყენესო კასეტური საბრძოლო მასალაო, რომელიც აკრძალულია, რომლის გამოყენებაც ომში, აი ამას წერენ, ესე იგი ქართულ მხარეს ადანაშაულებენო აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებაში ერთი, პირდაპირ ომის დაწყებაში ორი, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში სამი და მშვიდობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე უარის თქმაშიც ადანაშაულებენ ქართულ მხარეს ამ რეზოლუციით. კერძოდ აი ამ პუნქტში ესენი წერია, რაც მე თქვენ წაგიკითხეთ. შესაბამისად, აი ამ ყველაფერზე თანხმობა მიცა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ხელმოწერით. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ქონდათ, ვერ ხედავდნენ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახეს, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ, მოაწერეს ხელი, რითაც დაეთანხმნენ აი ამ ყველაფერს, ეს ნაბოზრები ესენი და აი ეს არის სწორედ ღალატი, მეგობრებო და ეს არის სწორედ ის, რომ შენი რაღაცა მიქარვა გინდა სხვას შეტეტო, რასაც ეხა ჩალიჩობენ ეს პავლენიშვილი და ვიღაცა ამათი აქტივისტები, რომ ვაიმე დედა თურმე აი რა განცხადებას აკეთებს კახი კალაძე და ამით რომ უნდათ რაღაცა ის შექმნან, რომ გადაფარონ ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება. ეს ახალგაზრდა, რომელიც წეღან განახეთ, რა ამის გულწრფელობაში შეიძლება კიდე რაღაც დონეზე რა ეჭვი არ შემპაროდა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ შიქხო არა გაქვს, რა განცხადება გააკეთეო ბარამიძესთან დაკავშირებით. ასეთი რამე რომ მენახა და მე კალაძე გაეკრიტიკებინა, კიდევ ვიფიქრებდი, რომ ნუ რაღაცა შეიძლება მეფიქრა, რომ აი ობიექტური ტიპია რაღაც პონჩი თქო, მაგრამ დალოცვილო ვიღაცა ხარ, დალოცვილო კი არა, შეშობელძაღლო რო გამოხტი და ეხა კალაძე რო იძახის სიმართლეს იმ ამბავში, რომ ხო ნაბოზრები არიან ნაცები და 2008-ში დავალება შეასრულეს და ამით მეტი არაფერი არ ქნეს რა, აი ამ სიგიჟით, რაც 2008 წლის აგვისტოში ვიხილეთ. ამაში რო ამხელს და ღალატში რო ამხელს კალაძე ნაცებს, ამას რო გაიოცებდა, ვაიმე დედა თურმე რა მოხდა და გესმით რა ხდებაო და ეს რო გინდა ღალატად მონათლო და სინამდვილეში იმ პარტიის გვერდზე როდგა ხარ, რომელმა პარტიამაც აი ამ სიგიჟეებს ხელი მოაწერა, რავი, მოგიტყან ობიექტურობა და მოგიტყან პატრიოტიზმი. შენი აღქმით პატრიოტობას შევეცი მე და ვინც აი ეგრე შენი თვალით ხედავს პატრიოტიზმს და შენებურად უყვარს ეს ქვეყანა, აი მოგიტყანთ პატრიოტიზმი და სიყვარული. წავედი ახლა ამით დაგემშვიდობებით, მეგობრებო და მშვიდობა საქართველოს და რა ვიცი, დიდება საქართველოს და მალე გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა.